მოგესალმებით ქალბატონო სოფო. შევაჯამოთ გასული 2 დღე და კიდე მეორე ტურზეც ვთქვათ. ცოტა ძნელია შეჯამება, მანამ საბოლოოდ არ შედგება მეორე ეტაპიც. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია თვითონ მხატვრების შეფასება. როდესაც მხატვრები არ კმაყოფილები, რა თქმა უნდა, მეც ბედნიერი ვარ. მიხარია პირველ რიგში ის, რომ ძალიან ბევრი ახალი შემოქმედება გავიცანი, ძალიან საინტერესო მხატვრები შემოვიდნენ, მაგალითად ზურაბი თურქელაძე ძალიან მომეწონა და ეს ჩემთვის არის ხოლმე აღიარებული, რომ ყოველი გამოქვეყნა რაღაცას მეც მასწავლის და ხედავ, რომ ჯგუფი ნელ-ნელა იზრდება. ეხლა რო არ შეამჩნიო ეს ძალიან ის იქნება, რა ვიცი, ჩვენი სადაც სხვადასხვა ხედვები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ როგორც ჯგუფი ვითარდება, ასე ვითარდება სოფიაც. მომეწონა სხვათა შორის რამოდენიმე ესეთ სახელოვანი მხატვრის ნამუშევარი ნახე და მომწესრა ესეთი ცნობილი მხატვრები თქვენ სამეგობროში არიან და გერთდებიან ეს. ჩვენ ყველა ცნობილები ვართ და ჩვენზეა დამოკიდებული. მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დაუჭეროთ მხარი მხატვრებმა და ეს არის სწორედ, რომ ერთმანეთს ვაძლიერებთ, პოპულარიზაციას ვუწევთ ერთმანეთს, როგორც თქვი, შემოქმედებითი წყაროც კი ვხდებით ერთმანეთის, იზრდებით. ეს გამოქვეყნაც ინსპირაცია იყო შესაბამისად, არ ვიცი ნახე თუ არა, ახალ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა. 50 წელი, რომელიც სიცოცხლეშიც დაიკითხო, გადავწყვეტეთ, რომ ეს დავხატოთ. შეიძლება ცოტა დიდ ხანს გასტანოს ამ პროექტმა, დრო მივეცი მხატვრებს, რომ არ იჩქარო, მთავარი შედგეს ეს პროექტი და ნახოთ რა გამოვა, როგორ დაიფერება ის 50 წიგნი სხვადასხვა ავტორის შესრულებაც ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან ღელა, მაგრამ ეს არის ჩვენი მომდევნო პროექტის მიზანი და ნახოთ როგორ შედგება. მეორე ტური 19-ში გაიხსნება, ასევე რა თქმა უნდა საინტერესო მხატვრები, ისევ არტ-მეგობრები, რამოდენიმე ახალი სახეც იქნება, მე თვითონაც არ ვიცი, როგორი ნამუშევრები იქნება, ასე რომ იქნება ეს სიურპრიზი. ხო, როგორი ნამუშევრები, როგორ შედგება და 20-ში უკვე შვიცარიაზე დაიხურება გამოქვეყნა და საბოლოო შეჯამება, რა თქმა უნდა. თქვენი ნახატი? ჩემი ნახატი, მე ზოგადად რა თქმა უნდა მეც ვხატავ და მე ვთვლი, რომ მთლიანი ამ კომპოზიციის როგორც შემოქმედება ისე განვიხილავ. თუ დარჩება ხოლმე ადგილი კედელზე, აი იმ შემთხვევაში მომოქცევი ნამუშევარი. თუ არა და ეს ყველა ნამუშევარი, რომელიც ერთ კომპოზიციად შევკარე, მე ვფიქრობ, რომ მაინც ჩემი შემოქმედების რაღაცა ნაწილია და მადლობას ვუხდით თითოეულ მხატვარს, რომ აი ესე ერთად ვქმნით ამ ერთ დიდ კომპოზიციას. მოგესალმებით, თქვენი მოსაზრება რო გითხრათ გამოფენასთან დაკავშირებით. მოკლედ ძალიან მომწონს არტ-მეგობრების გამოფენა. საოცარი ადამიანია სოფო ქიზიყურაშვილი, რომელიც ამდენ მხატვარს აძლევს უფლებას და შესაძლებლობას, რომ თავისი ნამუშევრები გამოფინონ, ეცნობიან ერთმანეთს და ეს არის საოცარია განწყობა, როცა უყურებ ხელოვან ადამიანების ურთიერთობას, ეცნობიან ისინი ერთმანეთს და მე მოკლედ ძალიან მომწონს. მე თვითონ ვარ ლალითა ვართხილაძე, მოზაიკოსი, მსოფლიო მოზაიკთა ასოციაციის წევრი. ჩემ ნამუშევრებს ნახულობს 67 ქვეყანა. გაერთიანებული ვარ არგენტინის ჯგუფში და ეს არის პროექტი ყველანი ერთად მსოფლიოში ბავშვთა შიმშილის დასაძლევად და იქ არის მსოფლიო მოზაიკოსები გაერთიანებული, რომლებიც აკეთებენ მოზაიკას უსასყიდლოდ სხვათა შორის, რომ მსოფლიოს აჩვენონ, როგორ უნდა გადაარჩინონ ბავშვები. აქ წარმოდგენილი არის ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი, ეს არის შეიძლება თქვენ ნამუშევრთან წავიწყდეთ. ინტერიერში ეს არის ჩემი მეგობრის სახლში, დათო ხომერიკის სახლში გაკეთებული და პრინტი გავაკეთე, იმიტომ რომ მოზაიკა აქ და არის შერეული ტექნიკა, გამოყენებული არის ზღვის კენჭები, თვითონ მოზაიკის ფილები. მოგესალმებით ქალბატონო ეთერ.
თქვენ ნამუშევართან და ზოგადად გამოფენასთან დაკავშირებით რო გითხრათ. ზოგადად ეს საგაზაფხულო გამოფენა არის, ვინაიდან გაზაფხულის მიუძღვნით ეს გამოფენა, მე წარმოვადგინე ჩემი ნამუშევარი გუში და გაზაფხულთან დაკავშირებით. არჩევნებრივი გამოფენა იყო და მადლობა თქვენ და მადლობა ორგანიზატორებს. მოგესალმებით ქალბატონო ქეთი. რაღაცა განსხვავებული არის ყოველთვის თქვენ ნამუშევარი გაქვთ. დღეს კიდე რაღაც რელიეფური არის და რაღაც სხვა არის. რაღაც თუ მე მეჩვენებას რომ სხვა არის. ძალიან განსხვავებული მეთოდით დამხატე ჩემთვისაც განსხვავებული და ახალი შევიტანე ვიტრაჟის ელემენტები, იმიტომ რომ ჯერ ვიტრაჟით მინდოდა რომ გამაკეთებინა, მაგრამ ხილზე გადავწყვიტე და უტვა გავაკეთე სხვანაირად, რაც აი ყველა დეტალი ცალ-ცალკე დავამუშავე და ძალიან დიდი შრომადი სიყვარული და რა ვიცი ყველაფერი ჩავდე ამეთებში. ვიტრაჟის ეფექტი, ხო, ახლა მაგვიქ ხო რაღაც განსაკუთრებული. ძალიან მოუხდა მოგესალმებით ქალბატონო მანანა. გამოირჩევა თქვენ ნამუშევარი რაღაც ისეთი ცოტა სიმძაფრით და ორიგინალობით და რაღაცის სათქმელი უბრალოდ დეკორატიული ნამუშევარი არ არის. არის რაღაცის თქმა გსურთან ახლა და ალბათ თქვენი მოსაზრება. ხო, რაღაცა ესე გამოვიდა ამ გამოფენაზე მithunezes ეს მაქვს შესრულებული 2021 წელს პანდემიის პერიოდი იყო და ამ დროს ბევრი ნამუშევარი შევქმნილი და მათ შორის ეს რომელსაც ქვია აგონია, რომელიც გამოხატავს იმ დროიდან მდგომარეობას საზოგადოების ჩაკეტილები ვიყავით, რაღაცა ყველას რაღაც ემოციური ფონი ქონდა და ესეთი გადმოვეცი ადამიანის შიგნიდან წამოსული მთლიანი ემოციის გამოშვება. ეს ახლა შეიძლება აღვიქვათ როგორც შუშაზე მოყრდნობილი იქნება, ხო? ეს ეფექტი არის. ზუსტად ეგ მომენტია, რომ შიგნით ჩაკეტილები ვიყავით, გარეთ არ ვიშვებდნენ, აკრძალვები ქონდა და თითქოს გინდა გასვლა გარეთ და რაღაცა აი ესია შუშის უკან გაბლარული ციმი. ძალიან კარგი ალეგორია არის. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა.